ლუნა და ციცინათელების პლანეტა არის არასაბავშვო საკითხავი, არამედ ხშირად უსვამ ხოლმე ამას ხაზს, რომ არის მშობლების და შვილების ერთობლივად საკითხავი ტექსტი. ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, რომ მატარებისთვის და მოზარდებისთვის დამეწერა რაღაც და იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ეს ტექსტი რაღაც სრულად ექვემდებარება კლასიკურ ლიტერატურულ სიუჟეტს, როცა ოჯახი დადგება გზაზე, მიდიან სადღაც და ისინი აღმოჩნდებიან რაღაც ბარიერის თუ წინაღობის წინაშე, რომელიც ერთად უნდა გადალახონ. ჩემი სათქმელი, როცა ამ ამბავს წერდი, იყო ზუსტად ეგ, რომ ყველაფერი უკეთესად მიდის ოჯახურ გარემოში, უფრო ჰარმონიულია ოჯახური გარემო, როდესაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ, გამოხატავენ პატივისცემას, სამართლიანი გადანაწილება აქვთ საქმეების და თუ კი არსებობს რაღაც პრობლემა, რაღაც ბარიერი, მაშინ მათ ეს ყველაფერი უნდა გადალახონ ერთად და ხალისით. ამ ამბავს ძალიან გაუმართლა, რომ შეხვდა ისეთი მხატვარი, ისეთი ილუსტრატორი, როგორც არის თათია ნადარეიშვილი. როცა წერტილი დავსვი და გავუგზავნე თათიას, ცხადია მე მეტი არაფერი აღარ მესაქმებოდა და მე რაღაც პერიოდის მერე ვნახე ის ილუსტრაციები, რომლებიც დახატა და ცოტა გაოგნებული ვიყავი მე თვითონ, იმიტომ რომ ეგეთი კავშირი მიმუშავე მქონია კოლაბორაციების სხვა შემთხვევაშიც, მაგრამ ესეთი განცდა არ მქონია არასდროს, რომ გარდა ტექსტის ახლა შეიძლება რომ რაღაც ხედვა გაუზია, რომ აი როგორ წარმოგიდგენია, რა ფერები უნდა იყოს, როგორი ტიპის ადამიანები. არა, ზუსტად ისეთივე ის დაიხატა, რაც ჩემს გონებაში იყო წარმოდგენილი. აღმოვაჩინე ამ ტექსტის დაწყებისთანავე, რომ ბავშვებისთვის წერა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დიდებისთვის და ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს. ბავშვები ბევრად უფრო იოლად ხვდებიან ყველა სახის ხრიკს, სიყალბეს ვერ დავარქმევდი, თამაშს, არაგულ წრფელობას, ამიტომაც თუ კი წერ მათთვის პირველ რიგში შენ ყველანაირი ჯადოსნობაც კი უნდა დაიჯერო თავად, იმისთვის რომ მათ დააჯერო მე ეს ამბავი. ზოგადად ლიტერატურაში ეგრეა, ხო? სულ მოგონილი ამბავიც რო იყოს, მინდა წყლის სიმართლეა, თუ კი ერთი ადამიანი მაინც დაიჯერებს ერთი მკითხველი. ბავშვები არიან ძალიან გულწრფელები, ამიტომაც შენგანაც, ავტორისგანაც ამას ითხოვენ. ითხოვენ რა, უბრალოდ არ მოეწონება არ წაიკითხავს და გადააგდებს, მეც კი არაფერს დაგიშალებს.